მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად. საგანშიდობისა კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, X კოდი დაბრუნდა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დღეს პარასკევია და ყოველ პარასკევს შეგიძლიათ ამ გადაცემის მოსმენა და თუ არ გაქვთ ამის საშუალება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შევძამოთ რადიო იმედის Facebook-ის გვერდზე მონახოთ გადაცემა X კოდი და მოისმინოთ უკვე ეთერში გასული გადაცემის ჩანაწერები და წინა გადაცემის ჩანაწერას ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მისი განთავსება, თუმცა პირდებით რომ ძალიან ორშაბათს მას თქვენ უკვე ეხილავთ, როგორც აი ამ გადაცემას, რომელსაც ახლა ისმენთ. ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ ტამპლიერების ორდენი და ის მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ამით ვიწყებთ ერთგვარ ციკლს, რამე თუ მომდენო გადაცემაც ერთგვარი გაგრძელება იქნება. რამე თუ ეს თემა ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული, ბევრი მithმა-მოთქმა და ბევრი ჭორი და რა თქმა უნდა ჩვენ გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ ვისახავთ მიზნად, რომ ხოლმე ესეთი მოარული ჭორების იაფასიანი შეიძლება ითქვას გაჟღერებით ამ თემატიკისა მოვიპოვოთ თქვენი სიმპათიები, ან თუნდაც გნებავთ ყურადღება, ჩვენ რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულად გვინდა ამას შევწყვეტ, თლად ისე სიღრმისეულად არა, როგორც მკვლევარები ყოველ შემთხვევაში არაზერელეთ და სწორედ ამიტომაც ჩვენ დღეს ვიწყებთ ერთგვარად ზოგადად ისტორიული ვითარების მიმოხილვას და უკვე პირველ ნაწილში ჩვენ ეს მეტწილად გავაკეთებ და დრო რა დავკარგოთ საუბარში ძალიან ბევრი დრო გვეკარგება ხოლმე, ამიტომ ჩვენ ერთგვარად დავსახეთ სურათი, დაგანახეთ თუ როგორ ყალიბდებოდა, როგორ ჩამოყალიბდა უფრო ზუსტად ეს ორდენი, რომელიც ჯვაროსნულ ლაშქრობას უკავშირდებოდა, ტაძართან დაკავშირებაც ერთგვარი მოახერხეთ, ტაძრელების თემა, ზოგადად სხვა თემაა და ამიტომ არ მინდა წინ გავსწრო რომ მოვლენებს. მოკლედ ორდენი ძალიან მალე გახდა ძალიან გაცილებით უფრო ძლიერი და ერთიანი თავისი სტრუქტურით, იდეოლოგიითა და წევრებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რამეთუ როგორც გითხარით, მას ეს მთელი სტრუქტურა იყო ჩამოყალიბებული. საბოლოოდ 1129 წელს, რომ ის პაპმა ინოკენტი იყო თუ არსებობ, მაშინ თავისი ბრძანებით გაათავისუფლა ორდენი ადგილობრივი სახელმწიფოების მორჩილებისგან, რაც გამოიხატებოდა გარკვეული თანხის გადახდაში და გარკვეული დავალების შესრულებაში, სადაც არ უნდა ესე იგი ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო, რამე თუ ასეთი პრივილეგიით არავინ არ სარგებლობდა. და მე-12 საუკუნის მიწურულს ორდენმა უკვე თავისი განვითარების პიკს მიაღწია, შეიძლება ითქვას, მხოლოდ წმინდა მიწაზე მისი 600 რაინდი და 2000 სერჟანტი და 5000-მდე რიგითი იყო გაწევრიანებული, რომელიც ასევე პრივილეგიებით სარგებლობდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც გადაცემის დასაწყისში ვთქვი, მიუხედავად ესეთი გარეგნული სიძლიერისა და ასეთი პრივილეგიებისა, მათი შიდა განაწესი ძალიან მკაცრი იყო, ფაქტობრივად ბევრი შიდა განაწესი ჰქონდათ და ეს ერთგვარ გარკვეულ კითხვასაც ბადებდა ბევრში, რა შეჭირდებოდათ მათ ასეთი სიმდიდრე, თუ კი თავად ასეთი ცელიბატისა და ასეთი მკაცრი ცხოვრების წესით იყო სავსე მათი ყოველდღიურობა. უნდა ითქვას, რომ ბრძოლა მათ თითქმის ყოველდღე უხდებოდათ, რამე თუ რთული დრო იყო, რთული დრო გითხარით და რატომ, რამე თუ ესეთი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, როცა მართალი გაიხსნა პილიგრები მისთვის გზა და ევროპელებს შეეძლოთ უკვე წმინდა მიწაზე პილიგრიმობა და მოლოცვა ამ წმინდა ადგილისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მათ სასტიკად მათ გადაინტერესებილა ითქვას სარკინოზები და ეს იმპერია სარკინოზებისა, რომლებმაც ფაქტობრივად ეს შურისძიების მიზნით აი პატარა თავდასხმებს აწყობდნენ, რომელიც შემდგომ უკვე დიდომში გადაიზარდა საბლოჯანში, მათ იერუსალიმი აიღეს და ამაში უკვე ვერც მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა უკვე ვერაფერს გახდა. თუმცა ეს უკვე სხვა თემა და აი ამ წესდების თანახმად სხვადასხვა ტამპლიერებს ეგზალებოდათ უკან დახევა და ისინი მთავარი აი როგორც ასასინებს ჰქონდათ, მთავარი იყო ამოცანა, ჰქონდათ დასახული ამოცანა დაეცვათ ვიღაცა დაუშვათ ადამიანის ჯგუფი, ან დაუშვათ აიღოთ რაღაცა გარკვეული წერტილი ლოკალური სამხედრო ოპერაციის დროს და ისინი ამას ასრულებდნენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
ან იღუპებოდნენ, ნუ სხვანაირი გზა მათ არ ქონდა სხვა გვარი კოდექსი ქონდათ როგორც გითხარით. ნუ ტამპლიერებს ანდობდნენ არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ საფულესაც და დიდი ფულით მოგზაურობა მაშინ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ყოველ კუთხეში მძაცვლები იყვნენ ჯერ საფრანგეთს ევროპას გასელდებოდი უამრავი ესეთი ბანდა დაჯგუფებები სუდაჟერს, მაგრამ უამრავი ესეთი მძაცვლები ხდებოდნენ და რა თქმა უნდა აი სწორედ ამ ტამპლიერებმა შეიმუშავეს ძალიან მძლავრი სისტემა საბანკო ქსელის, აი რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს და სწორედ აი ამიტომაც იწვევს ბევრ რაღაც გარკვეულ მithქმა-მოთქმას აი ეს ორდენი რომელზეც ჩვენ თუ დაგსალდა დღეს ვისაუბრებთ თუ არა და შემდგომ გადაცემებში რა თქმა უნდა ამას შევეხებით, იმდენად რამდენადაც ორდენის წარმომადგენლობა ყველა ქალაქში იყო განთავსებული, მოგზაურობა გაცილებით უსაფრთხო გახდა. Ну, აი როგორ იყო სისტემა, ну ფაქტობრივად საბანკო სისტემა იყო. ანუ შენ აბარებდი ფულს ერთ ქალაქში, იღებდი საბუთს, რომ შენ აი ეს ფული ნამდვილად ჩააბარე და შენ ფულით უკვე აღარ მგზავრობდი. არამედ საკმარისი იყო, რომ შენ ჩახვიდოდი დანიშნულების ადგილას, შენ ამ საბუთს წარადგენდი, რა თქმა უნდა, წარადგენდი ორდენის წევრს, ის რა თქმა უნდა ამას შესაბამისი რაღაც თავისი ნიშნული ჰქონდა და თავისი შიფრი, რომელიც საკითხო შეეძლო მხოლოდ ამ ორდენის წარმომადგენელს. ის მიიღებდა დასტურს აი მამოკითხვის შემდეგ, რომ ეს ფული ნამდვილად გადახრილია და ესეთი საბანკო ქსელის დახმარებით ის უკვე ადგილზე იღებდა ამ ფულს. ნუ ბევრი ბანკი თავის საფუძველს და ეს როგორც გითხარით, არა მხოლოდ ეს მათი ეს ტერმინები, მათი ეს სუბორდინაციული, ხო გითხარით, არის იყო მაგისტრი, შემდეგ მარშალი და ასე შემდეგ. აი ძალიან ბევრი ტერმინოლოგია ახლა ძალიან შორს აგებს მათი ესე ჩამოთვლა. ფაქტობრივად დღესაც არის გავრცელებული, გნებავთ სამხედრო სფეროში, გნებავთ პოლიციაში, გნებავთ საბანკო სფეროში და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ტამპლიერების მიერ დაცული ქარავანი არასოდეს არ იძარცვებოდა. ნუ საკმარისი იყო, რომ გაიგოთ, რომ მას დავუშვით ქარავანს იცავდნენ ტამპლიერები, და ჯერ ესეთი მძარცველები უკვე კარგად იცოდნენ მძარცველებმა, რომ მათ იქ არაფერი არ ქონდათ, ანუ ისინი იქ ოქროს ვერ იპოვიდნენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად მათ იქ ოქრო არ ქონდათ, რამე თუ ისინი ოქროს იღებდნენ, როგორც გითხარით, იმ ქალაქში, სადაც ჩადიოდნენ აი ამ საბანკო ერთგვარი სისტემის დახმარებით. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ ასევე ტყვეთა გამოსყიდვაში, დაუშვათ ვიღაცას გაიტაცებდა, რაღაც აი ავტორიტეტები იყვნენ როგორც 90-იან წლებში, მიმართავდნენ ტამპლიერების მაგისტრის თანაშემწეს, ანუ გარკვეულ წარმომადგენელს და ის აგვარებდა ამას, რამე თუ მათ სიტყვას ჰქონდათ გარკვეული ფასი არა მხოლოდ აი ადგილობრივ ქრისტიანებში, არამედ აი ამ ასასინებთან და გნებავთ აი სხვა უცხო ტომის წარმომადგენლებთან და მუსულმანებთან, მტრებთანაც კი, რამე თუ მათ ღირსებით სავსე მიიყვნენ, როგორც ამბობენ და ამიტომ ესე მეომრები იყვნენ, იცოდნენ, რომ ისინი არასოდეს თავის სიტყვას არ გატეხნენ, თუმცა ნუ ესეც კიდევ სათუოა, რამე თუ ბევრი ფაქტი არის იმისა, რომ ბევრი რაინდი არასწორად იქცეოდა და ნუ ეხლა ეს უკვე რა თქმა უნდა სხვა თემაა და როგორც გითხარით, რომ მათ მიუხედავად ესეთი სიმდიდრისა აი ამ რაინდებს ჰქონდათ გარკვეული განაწესი, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ფული უნდა ქონდა დავუშვათ, ნუ სიტყვაზე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი დავუშვათ 5 ოქროზე მეტი რაინც არ უნდა ქონოდა ჯიბეში ან ქისაში, ნუ რავი სად ინახავდა მაშინ ფულს. ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ვითარება იყო და ძალიან რა თქმა უნდა ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, რამე თუ რაინდები, რომლებიც აი ესეთი სულისკვეთებით არიან ჩამოსულები წმინდა მიწაზე, რომლებიც აი ესეთ მეტად ღირსეულ საქმიანობით არიან დაკავებულები, იცავენ პილიგრიმების სიცოცხლეზე, მაგრამ ამავე დროს ფაქტობრივ შემოსავალს იღებენ მევახშეობით, ანუ მევახშეობა, ანუ სესხის გაცემითაც იყვნენ ისინი დაკავებულები და მინდა გითხრათ, რომ მთელი მაშინდელი ევროპის ეს ყველა წარჩინებული ადამიანი მათგან დავალებული იყო და როგორც ამბობენ, რომ ისინი ძალიან პატარა პროცენტში ასესხებდნენ ხოლმე ფულს და იღებდნენ ყველაფერს, შეიძლება ყოფილიყო მამული ან ძვირფასი ლითონი, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი გაჭირვება იყო, ნუ შუა საუკუნეების ევროპა წარმოიდგინეთ და კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელსაც ჩვენ ალბათ როგორც გითხარით, ჩვენ დღეს ვიწყებთ საუბრის ციკლს, აი ტამპლიერებს კიდევ საინტერესო თემა, რომ მათ ჰქონდა ძალიან ბევრი ვერცხლი.
აი როდესაც ვერცხლი მაშინ ფაქტობრივად უფრო შეიძლება მე ვწდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ლიტერატურის განაკითხვისას რჩება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ვერცხლს უფრო მეტი ფასი ჰქონდა რაღაცნაირად, ვიდრე ოქროს, უფრო ალბათ, იმიტომ რომ ჯერ დენი არ იყო ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერცხლის ძალიან დიდი ფასეულობა იყო, ანუ ვერცხლის ფული ითვლებოდა უკვე ფაქტობრივ ძალიან დიდ სიმდიდრედ და მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი საბადოები მე მგონი გერმანიასა და საფრანგეთის ჩრდილოეთში იყო ძირითადი საბადოები ოქროსი არ მაყრით ვერცხლის და არ იყო იმდენი ვერცხლი ზოგადად ფიზიკურად ევროპაში, მაგრამ ამათ ტამპლიერი ძალიან ბევრი ვერცხლი ჰქონდა და როდესაც როგორც გითხარით ისინი მევახშეობით იყვნენ დაკავებულები და როდესაც აი სხვადასხვა საგრაფოების მთელი ევროპის მაღალი აზნაურობა, ძალიან მაღალი დონის მეფეები იქნებათ, ჰერცოგები, მათი შვილები, აი სულ გრაფები და ასე შემდეგ, ყველა იყო ფაქტობრივად მათგან დავალებული, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდათ ვერცხლი. და სხვადასხვა ეს არის კიდევ ერთი თემა, რომელსაც ჩვენ როგორც გითხარით, აუცილებლად მომდევნო გადაცემებში შევეხებთ, საიდან ჰქონდათ მათ ეს ვერცხლი. არის ვერსია, რომ ამ ორდენის წევრებს ჰქონდათ კარგად აწყობილი სისტემა იმისა, ანუ მათ ჩამოქონდათ ვერცხლი ამერიკიდან, ანუ ამ გამოდის რომ მათ კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე კარგად ჰქონდათ ეს გზა გავლილი და ფაქტობრივად იქიდან ჩამოქონდათ ეს ვერცხლი. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც რა თქმა უნდა ეს ვერსია და ბევრი მეცნიერი რა თქმა უნდა ამას არიზიარებს, თუმცა ძალიან ბევრი დამადასტურებელი ფაქტები ამისი არსებობს. ეხლა მანიშნები რომ უნდა გავიდეს საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი ამ საინტერესო თემაზე ეკანოებს საუბარი. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ჩვენი გადაცემის უკვე მიწურული ბოლო ნახევარია. შეგესალმებით თქვენს მე გადაცემა X კოდს, რომელიც ყოველ პარასკევს გადის რადიო მდის პილაკრიტში 19:00-მდე და ჩვენ დღეს საუბარს ვიწყებთ ტამპლიერების ორდენზე. ფაქტობრივად ძალიან ისეთი ამოუწურავი და ძალიან შორს ბევრი თემაა საინტერესო და ბევრი კითხვა იბადება, როდესაც ამ ორდენის სახელს ახსენებთ თუნდაც და როგორც გითხარით, ჩვენ მეტნაკლებად რაღაც მოგიყევით ამ ორდენის დაარსების ისტორიული ფაქტობრივი საფუძველი, თუმცა არსებობს მისტიური ლეგენდარული ახსნაც ამ ორდენის დაარსების, რომელზედაც ჩვენ საუბარს ვერიდები, რამე თუ ეს ყველასათვის მეტნაკლებად არის ცნობილი. თითქოს აი, როდესაც მათ ეს სოლომონის ტაძრის ცვლილება დაავალეს, მათ გათხრისას იპოვეს რაღაც საკრალური იდუმალი ტექსტები, შემდგომ სასწრაფოდ შეკრიბეს ეს ხელნაწერები და საფრანგეთში გაატანეს ორდენის ყველაზე სანდო წევრებს. თითქოს ამის შემდეგ ჰიგო დე პიენმა ორდენის იერუსალიმის პატრიარქის მოჩილებიდან გამოიყვანა, რის შემდეგ რომის პაპი გახდა, იზოლებული რომ მათთვის მიეცა დამოუკიდებლობა და ესეთი ძალიან ბევრი უფლება და ეს გამომდინარე იქიდან რომ მათ უკვე ჰქონდათ ძალიან დიდი განძი და ამავე დროს საფრანგეთში ბერნად კლერვოლმა და ჰუგო შამპანმა, რომელზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ვენდევის ჭაობებში საიდუმლო კოშკი ააგეს, სადაც აი ყველა გზა იყო გასაიდუმლოები და მასთან მხოლოდ საიდუმლო ორდენის წევრებს შეეძლოთ მისვლა და სწორედ აქ იყო დამალული უამრავი განძი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ძალიან შორს აგვიყვანს და ამიტომ აი ამ თემებზე საუბარს ჩვენ მოვერიდებით, თუმცა არ მოვერიდებით რაღაც კონკრეტულ რაღაც მომენტებს, რომელსაც აქვს ერთგვარი ისტორიული ახსნა, რომელსაც აქვს ერთგვარი არქეოლოგიური დასტური თუნდაც, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ შევაჩერებთ ყურადღებას და რა თქმა უნდა შევაჩერებთ ყურადღებას ძალიან საინტერესო და ალბათ მომდევნო გადაცემის შემდგომ გადაცემას უკვე დაუთმევთ ტამპლიერებისა და ქართველი რაინდების ერთგვარ მსგავსებასა და ძალიან ბევრი მაგალითად 30-იანი წლების ბევრი გერმანელი მკვლევარი მიიჩნევდა, რომ აი ტამპლიერთა ესეთი განზეულობა და ტამპლიერთა აი ამ ზეწოლას გადარჩენილი ნაწილი სწორედ კავკასიაში იპოვეს მათ თავისი ესეთი სადგომი და მათ განაგრძეს აი თავის საქმიანობა, ამბობენ რომ გარკვეული განძის ნაწილისა სწორედ იქ ჩავანდნენ. ეს რა თქმა უნდა ეს იყო ერთგვარი გადასვლა ჩვენი ძირითადი თემიდან, რამე თუ როგორც გითხარით, აი ამაზე საუბრობენ უფრო ხშირად, ვიდრე იმაზე, რადგან ჩვენ უკვე მეტნაკლებად ვისაუბრეთ, უფრო ისტორიულ და უფრო რაღაც
მეტ ნაკლებად კიდევ მეორჯერ მეცევს ამ სიტყვის ხმა გამოყენება რაღაცნაირად უფრო მეტად ჩვენ ვამოხვილეთ ყურადღებას უფრო ისტორიულ ფაქტებს. ასე თუ ისე ტამპლიერების ორდენის სიძლიერე და რეპუტაცია თანდათანობით აღწევდა როგორც აი პიკის შემდეგ უკვე დაიწყო კლება და ყველაზე მეტად აი ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება მათ მიმართ განპირობებული იყო რომ იმით რომ წმინდა მიწაზე არსებული სიტუაცია გართულდა განსაკუთრებით მაშინ როცა სამასმა რაინდმა ტამპლიერმა და რამდენიმე სერჟანტმა ვერ შეძლო იერუსალიმის დაცვა რამდენიმე სამარცხვინო შეიძლება ითქვას ბჭყალებში სამარცხვინო ფულცელი იყო გამოჩნდა ორდენის ისტორიიდან როცა თუნდაც ტიტულოვანი არაბი შეიხი ნასრედინი მათ შეიკედლეს და რაღაცნაირად ფაქტობრივად იქამდეც კი მივიდა რომ მან გადაწყვიტა ამ ორდენში გაწევრიანება მაგრამ შემდგომში რაღაცა უეცრად როდესაც მტრებმა მას შესთავაზეთ 60,000 მათ აიღეს და ეს ადამიანი მათ გადასცეს აი ამ ფულის სანაცვლოდ და ძალიან ასეთი თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ რომ შესაძლებელია ასეთი ვერსიები და ასეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა სწორედ ფილიპე ლამაზის მიერ რომელმაც საბოლოო ჯამში მათი აი ერთგვარი დისკრედიტაციით დაიწყო მათი განადგურება და ყოველივე მათი აი ეს აღმასვლა და ამოდენის სიძლიერე და ამოდენის შეიძლება ითქვას მე წარმოგდგენს ძალიან რთული წარმოსადგენია რასაც ვლაპარაკობ რა წარმოგდგენთ აი დაქსაქსულ ევროპაში ერთადერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია ფაქტობრივად სახელმწიფოა რომელიც მართავდა თითქმის ფაქტობრივად თელ ევროპას და თითქმის მთელ მსოფლიოს რამე თუ მათ გააჩნდათ კაპიტალი საიდან გააჩნდათ ეს ცალკე თემაა და როგორც გითხარით ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ და არა მხოლოდ ლეგენდებზე ვისაუბრებთ რომ რაღაც სოლომონის ტაძრის გათხისას აღმოჩენას განძი და ასე შემდეგ არამედ უფრო რეალურია ვივარაუდოთ რომ მათ ვერცხლი მოქონდათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან სავსებით არ არის აზრის მოკლებული თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ იმას რომ შესაძლებელია რომ კოლუმბამდე გაცილებით ადრე იყო გზა გახსნილი და კოლუმბამდე გაცილებით ადრე ევროპელები სტუმრობდნენ ამერიკას და ეს უკვე არაერთი მეცნიერის მიერ არის ფაქტობრივად რეალურად დადასტურებული თუმცა როგორც გითხარით ეს უკვე სხვა თემაა დავუბრუნდეთ ის ტამპლიერების ისტორიას 1307 წლის 13 ოქტომბრის პარასკევია და ნუ გამოჩნდა ძალა როგორც იქნა რა უბრალოდ გამოჩნდა ძალა რომელმაც რაღაცნაირად ერთ დღეს აი ამ პარასკევის 13 ოქტომბერს პარასკევ დღეს მოახერხა აი მთელი ტამპლიერების ორდენის ერთიანი დაპატიმრება ევროპის ყველა წერტილში აი მინდა გითხრათ რომ სწორედ 13 თარსიანობა და 13 პარასკევის თარსიანობა რომელობა ხომ ევროპაში განსაკუთრებით 13 პარასკევი თარსით და სწორედ აქედან მოდის იმიტომ რომ სწორედ 13 როგორც გითხრათ ოქტომბრის პარასკევი დაიყო როდესაც ფილიპ ლამაზის განკარგულებით თითქმის ყველა ორდენის წევრის დაპატიმრება მოხერხდა და მოხდა არა მხოლოდ ერთ ქალაქში, არამედ ზოგადად ერთსა და იმავე დროს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ მათ ეს შეძლეს და მათ ყველა ორდენის წევრი დააპატიმრეს. და ნუ რა თქმა უნდა სადამშილო ოპერაცია ესე უცებ არ მოხდა. მინდა გითხრათ რომ მე-14 საუკუნის დასაწყისში უკვე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ნელა ხდებოდა საფრანგეთი და ესეთი ცფიერი და ესე გარეგნულად ძალიან ისეთი სიმპათიური და თითქოს ესეთი დადებითი პიროვნება ეს ფილიპე თითქოს მასში არაფერი არ იყო ისეთი რაც სხვა მონარქებს გააჩნდათ მანამდე და მის შემდეგაც თუნდაც მაგრამ ეს იყო მინდა ვთქვა ძალიან რკინის ხასიათის მქონე და მიუხედავად თავის ესეთი თითქოს და გარეგნული არასერიოზულობისა ის ძალიან ესეთი გონიერი და როგორც გითხარით ძალიან ესეთი მატყუარად და ძალიან ჩუმჩუველად შეიძლება ითქვას ადამიანი გამოჩნდა რადგან მან მოახერხა და მობილიზება და რაღაცნაირად ეს დიდი ორდენი დაშალა და თითქმის აი რაღაცნაირად ის გახდა ადამიანი რომელსაც შეძლო ის რაც ბევრმა მანამდე მას ვერ შეძლო და ფაქტობრივად მისი ერთადერთი მიზანი შეიძლება იყო აი ამ მათი ქონების და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდება თუმცა საბოლოო ჯამში ესე არ მოხდა. ну, როგორც გითხარით, სადამშილო ოპერაცია, რომელიც ერთ დღეს ესე უსწრაფ გახურცევდა ამას გარკვეული დრო ჭირდებოდა. მან რა გააკეთა, გამომდინარე იქიდან რომ ტამპლიერებს ემორჩილებოდა მხოლოდ პაპს, ამიტომ მან თავისი მომხრე პაპი კლიმენტ მეხუთე დანიშნა, შემდეგ გადმოიტანა პაპის რეზიდენცია რომიდან ავინიონში, საფრანგეთის სამხრეთით და ის დიდი ხანია გეგმავდა, როგორც გითხარით, აი მათ განადგურების ოპერაციას
თავდაპირველად ის აუცილებდა ჭორებს და ის ინფორმაცია, რომელიც მე თქვენ მოგაწოდეთ, ფაქტობრივად შეიძლება ამ ჭორის ერთ-ერთი ნაწილი იყოს, ესე იგი და აუცილებდა ჭორებს იმისა, რომ უფრო რელიგიური ხასიათის და არა დავუშვათ ეკონომიკური და ფინანსური მაქინაციების შემცველ მაგალითებს აუცილებდა, არამედ იმას, რომ ისინი დავუშვათ ეკლესიას განუდგნენ, რომ ისინი ერთ უსწავლებას გადაგებდნენ, რომ ისინი ღვთისმგმობ რიტუალებში მონაწილეობდნენ, ფაქტობრივად ბოროტ-ძალას ეთაყვანებოდნენ და ასე შემდეგ და დაახლოებით ასეთი ლეგენდა, რომელიც ზემოთ გითხართ და ყოველთვის ამის შემდეგ 1307 წლის 13 ოქტომბრის პარასკევს, როგორც გითხარით, ერთდროულად მთელ ევროპაში დაიწყო მათი დატუსაღება. პარიზში დააკავეს უმაღლესი მაგისტრი, მაშინ გახდა ჟაკ დე მოლე, ძალიან ცნობილი პიროვნება და არაერთი რომანის და არაერთი ფილოსოფიური დაუშვათ მიმდინარეობის და ზოგადად ძალიან ბევრი მწერლის და მოაზროვნის ერთ მთავარი ცენტრალური ფიგურა. და აქედან დაიწყო, როგორც გითხარით, 13 თარსიანობის ერთგვარი იარლიკი, აი ამ აქედან მიიკრო თუ შეიძლება ესე ითქვას და დაპატიმრება, რა თქმა უნდა, არ იყო კანონიერი, როგორც გითხარით, რამე თუ ეს ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ სამისუფლება ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ რომის პაპს. და დაახლოებით 5 წელი დასჭირდა, არც მეტი, არც ნაკლები ამ ფილიპეს, რომ აი ფაქტობრივად და ფაქტების ფალსიფიცირებით და რაღაცნაირად შეკოწიდების საქმის შეკოწიდებით ეს ორდენის წევრები გაესამართლებინა, რამე თუ როგორც გითხარით, ოფიციალურად მას ამის უფლება არ ჰქონდა და რა თქმა უნდა, ამისთვის მან ეს ყველაფერი დაავალა ინკვიზიციას, რამე თუ მხოლოდ და მხოლოდ ერესში ბრალდებით, მხოლოდ და მხოლოდ ეს ჯულის განდგომის ბრალდებით შეიძლებოდა ამ ორდენის წევრთა განადგურება, რამე თუ ფინანსური დარღვევების და ეს რაღაც მსგავსი მაქინაციების გამოვლენა არ იყო საკმარისი არგუმენტი ფილიპესთვის, რომ ისინი დაესაჯა, რამე თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო პაპის პრეროგატივა, თუმცა როგორც გითხარით, ფილიპე თავისი საკუთარი ინტერესების გამტარებელი პაპი დანიშნულიყო და რომიდან ამინიონში გადაეტანა პაპის ტახტიც. ასეთი როგორც გითხარით, სამხილი და საფუძველი მოიძებნა, უამრავი ცრუ მოწმე გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ისტორიკოსი და ეს ისეთი თემა, რომ უფრო ბევრი რამ არის დამალული ამის შესახებ, ძალიან ბევრი მკვლევარი, რომელიც აი ამ თემას ეხება, უფრო რაღაც ფანტაზიას გავს და უფრო რაღაცნაირ ძალიან მომგებიანი თემა ბევრი ავანტიურისტის და ავანტიურისტი მწერლისთვის, ამიტომაც ძალიან სერიოზულად არ უყურებენ ხოლმე მათ ნაშრომებს, მაგრამ ძალიან ბევრი მკვლევარი ერთ რამეში დრამის გამოტანა შეიძლება, როდესაც სხვადასხვა აზრს გადახედავ, რომ აი 5 წლის განმავლობაში, სანამ ფილიპე აი ტამპლიერების საქმეს იძიებდა, ეს ტყვე ჩავარდნენ ტამპლიერი ძალიან ცუდ შექმნა, ანუ ისინი საშინელ წამებას განიცდიდნენ. ეს მთელი ინკვიზიცია თავისი მთელი ძლიერებით და მთელი ძალისხმევის მთელი აპარატით, მთელი თავისი სისტემით, აი ამ წამების სისტემით ფაქტობრივად მუშაობდა, მთელი ძალისხმევა მათი აი ამ ჩვენების გამოძალვისკენ იყო მიმართული და რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა მიუხედავად იმისა, რომ ისინი როგორც გითხარით, ვაჟკაცები ძალიან ბრძოლაში გამოსლები, მაგრამ ასეთ არადამიანურ წამებას ძალიან რთულია რომ გაუწოს ადამიანმა. ბევრმა ხელი მოაწერა იმას, რომ დიახ, ჩვენ ესე ღვთისმგმობობით ვიყავით დაკავებული, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში 5 წლის აი ესეთი დაუღალავე ბჭყალებში, რა თქმა უნდა, შრომის შემდეგ ფილიპე მიიღო მათგან ეს ერთგვარი მტკიცებულება მათი ასეთი საქმიანობის, ანუ ერესისში მათი მონაწილეობის, რამე თუ სხვაგვარად ის მათ ვერ დააპატიმრებდა, სხვაგვარად ის მათ ვერ დაჟიდა და მოხდა ბოლო საბოლოო ჯამში აი ეს 1914 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში შეკრიბეს ეს ჟაკ დე მოლე და რა რამდენი იყო რიცხვი ამ ტამპლიერებისა, თუმცა რა თქმა უნდა ესენი იყვნენ უფრო ესეთი იერარქიის წარმომადგენლები და არა რიგითები, როგორც გითხარით, ტამპლიერებს ჰქონდათ ეს რიგითობა და ეს სუბორდინაცია დაცული და უფრო დიდი პირები, ანუ ისინი წარმოადგენდნენ ცენტრალურ ფიგურას, მართვად ფიგურას აი ორდენში, ისინი იყვნენ წინაპანზე წარმოწევლები და რა თქმა უნდა ეს მათი დაჟე უფრო დიდ პიარისტის უფრო უჭირდებოდა, თუ შეიძლება ესე ითქვას, მეფეს, ვიდრე დაუშვათ რიგითების დაჭერდა, მაგრამ საქმის გახლავთ, რომ ეს წაუკითხეს მათ განაჩენი და ყველა ელოდებოდა, ამიტომ მათ უკვე ხელი მოწერილი ჰქონდათ საბუთს, რომ მართლაც ისინი თანხმდებოდნენ ყველა იმ საშინელებაში, რასაც მათ აბრალებდნენ, მაგრამ უცებ
შაგდემულემ განაცხადა, რომ ყველა ჩვენება, რომელიც თქვენ ახლა წაგვიკითხეთ, არის სიცრუე და თქვენ მე ველოდებოდი დროს, რომ ეს ყველაფერი ხალხის წინაშე მეთქვა, რამეთომ ეს 5 წელი ვიყავი ჩაკეტილი და არ მქონდა ხალხთან არანაირი საშუალება კონტაქტისა. ახლა მე თქვენ პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოვაწერეთ ხელი მხოლოდ ზეწოლისა და საშინელი ტანჯვა წამების შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ყველა იქ მომსწრე ადამიანი, ყველა ის დამპლიერი, რომელიც აი ეს დატყვევებული მაგალითად შინოსანი დამპლიერი იყო წარმოდგენილი, მათ რა თქმა უნდა იგივე თქვეს, რაც მათმა მოძღვარმა და თქვეს, რომ აი რაღაცნაირად ჩვენ ვეთანხმებით მას და დიახ, ყველაფერი რაც ითქვა არის მართალი. ანუ ჩვენ ეს ყველაფერი მოვაწერეთ ხელი მხოლოდ ზეწოლის შედეგად. ნუ საბოლოო ჯამში დამპლიერები კონსოლზე დაწვეს და მოლემ ღირსეულად მიიღო სიკვდილი ისე როგორც ხვებმა და მან განაცხადა ერთადერთი რაც მან თქვა ეს სიტყვები თქვა რომ პაპა კლიმენტ მეხუთე, ანუ კლიმენტ მეხუთე რომელიც ფილიპემ დანიშნა, შენ 40 დღეში ჩემთან მოხვალ და ფილიპეს მოუბრუნდა შენ კიდევ და ახლა ფილიპე შენ წელიც არ გავა და შენ შემომიერთები მე და მეტი მას ხმა არ მოუღია და ჯავათება, ну რა თქმა უნდა ცეცხლი წაუკვირდა, ძალიან ღირსეულად მიიღო ეს სიკვდილი ამ ადამიანებმა, რომელიც კოცონზე დაწვეს, ეს ორდენის დაიშალა საბოლოო ჯამში და ამ ორდენის დღე და ამ ორდენის ვარსკვლავი აი სწორედ ამ დროს ჩავიდა და დამთავრდა ამაზე მათი ძლიერება, თუმცა აი ამითი დაიწყო მთელი ციკლი იმ ლეგენდებისა, მითებისა, მითქმა მოთქმისა, გნებავთ აი რაღაცა რამდენი წელი გავიდა და დღესაც არ ცხდება საუბარი იმაზე, რომ სწორედ მათ მიერ დაარსდა ეს გარკვეული რაღაცა. მთელი ეს შეთქმულების თეორია, რაც კი დღეს არის გავრცელებული, სწორედ აი ამ დღეს უკავშირდება, რომ სწორედ აქედან დაიწყო თითქოს ყველაფერი. რამეთ და მართლაც ფაქტია, რომ მისი სიტყვები შეიძლება ითქვას, არ ვიცი ეს შემთხვევითობა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 20 აპრილს საშინელ ტანჯვაში აღესრულა კლიმენტ მეხუთე, სრულად მოულოდნელად გარდაიცვალა და ნოემბრის 7 რიცხვებში, ანუ დაახლოებით ის თარიღი და ის ვადა, რომელიც ფილიპეს უთხრა შაგდემოლემ, სულთან აი ნოემბერში თითქმის უკვე წელი იყო გასული, ნადირობისას ფილიპე ამაზე შემთხვევით ჩამოვარდა ცხენი და ფეხი, ირზო, არაფერი ამას შეერყო, თუმცა ამ ფეხის გრძობაშენ განგრენდა და გარდაიცვალა ერთ დღეში და ზუსტად დაემთხოვა და თუმცა საერთოდ ეს მოლეს წყევლა შეიძლება ითქვას მთელ საფრანგეთის ისტორიას დაეწყო. ბევრი მკვლევარი ხედავს ამაში გარკვეულ თუ გნებავთ აი სასწლიანი ომი ინგლისთან, გნებავთ აი ეს გლეხების ამბოხი, ანუ ჟაკერიას რო ეძახი გუგენოტობის ომი და ასე შემდეგ და რომელიც საბოჯამში რევოლუციით დასრულდა და მონარქიის დამხობით ისინი ძალიან ბევრი მკვლევარი ამაში სწორედ ჟაკ დემოლეს წყევლას ხედავს. თუმცა მოდით აქ დავასრულოთ ჩვენი პირველი ეტაპი რაღაც საუბარი ესე რა ქვია ტამპლიერებზე და ეს იყო ერთგვარი შესავალი უკვე ჟღერს ჩვენი დამშვიდობების ფონი. მე მინდა გითხრათ, რომ ამით ჩვენ ბევრი რამ არის კიდევ დაკავშირებული ტამპლიერებთან, უბრალოდ დღეს ჩვენ რომ დრო არ დაგვეკარგათ, მოდივა ჩვენ დროის სიმცირე გვაქვს ხოლმე გადაცემაში, ამიტომ დღეს რაღაცნაირად ზოგადად მიმოვიხილეთ მხოლოდ იმ ფაქტებით, რაზედაც შეიძლება აპელირება და იმ რაღაცა მხოლოდ ლეგენდასთან და მითოლოგია და რაღაც საიდანღაც მოტანილი ამბებით, რომ ისინი რაღაცა საიდან მოსფლობდნენ და რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სიდუმალი და მისტიური მხარეები არა. მოდით ჩვენ ამით დავიწყოთ შემდგომი გადაცემა სავარაუდოდ ტამპლიერებისა და აი ქართულ რაინდების ურთიერთობაზე იქნება, ну რამდენად დაც შესაძლებელია ჩვენ ამას მოვიძებთ, რამე თუ ეს რა თქმა უნდა ესეთი თემა, რომელიც ძალიან პოპულარული არა, თუმცა არიან მეცნიერები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, რა თქმა უნდა, აი ამ ნაშრომის წარმოდგენას შევეცდებით ჩვენ გადაცემაში. მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოსმენისთვის, ყურადღებისთვის და შევხვდებით მომავალ პარასკევს. ნახვამდის. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად.